გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. BMG აგრძელებს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების წლიური სტატისტიკის მიმოხილვას ქვეყნების თუ სექტორების მიხედვით. მოკლედ, რას გვიყვება FDI-ის 2025 წლის შედეგები საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე. ამჯერად წერტილის ფოკუსში იქნება პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ქვეყნიდან, რომლის ხელისუფლებამ 2024 წლის ნოემბერში საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო და ასეა დღემდე. მართული ძალა მცდელობის მიუხედავად ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვას ვერ ახერხებს ვერც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. უფრო პირიქით ხდება, წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მისაღებად $5,000-დან $15,000-მდე დეპოზიტი მოეთხოვებათ. საქმე ის არის, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 12 ქვეყანა, კიდევ მათ შორის საქართველო დაამატა იმ ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებსაც ამერიკის ბიზნეს და ტურისტული ვიზის მისაღებად $15,000-მდე საგარანტიო თანხის წარდგენა მოუწევთ. რამდენიმე თვით ადრე მიმდინარე წლის იანვრიდან კი შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დროებით შეაჩერა საიმიგრაციო ვიზების გაცემა მაღალი რისკის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. საიმიგრაციო ვიზა შეერთებულ შტატებში მუდმივად ცხოვრების და მუშაობის უფლებას იძლევა. მაშინ ვამბობდით, რომ ტურისტული ვიზა რჩებოდა ერთადერთ ალტერნატივად ფაქტობრივად ოჯახების სანახავად. 2 აპრილიდან კი საქართველოს მოქალაქეებისთვის ტურისტული და ბიზნეს ვიზების მიღებაც რთულდება. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ სავიზო დეპოზიტის 1 წლიანი საპილოტო პროგრამის მიზანი იმ პირთა რაოდენობის შემცირებაა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ უკანონოდ რჩებიან. ამერიკის ვიზების გამკაცრებას მოქალაქეთა მიერ სავიზო დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირებს და მხოლოდ ამას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს მკაცრად დაიცვან ამერიკის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან. აღნიშნულ საკითხზე ეწერა საგარეო უწყების მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში. რატომ მოხვდა საქართველო ამ სიაში, რომ არა ამერიკასთან მკვეთრად დაზიანებული პოლიტიკური ურთიერთობა ავწდებოდით თუ არა ამ ერთგვარ დიპლომატიურ სანქციას და მთლიანობაში როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირებზე, მათ შორის ინვესტიციებზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანია ZTN Consulting-ის დამფუძნებელი ზვიად ხვიტარიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში შეერთებული შტატებიდან, თუმცა ვიდრე ინტერვიუს დავიწყებ, ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ შარშან 2025 წელს საქართველოს ეკონომიკაში ამერიკიდან შემოვიდა $158 მილიონი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია. აღსანიშნავია, რომ წლიური ზრდა თითქმის 122%-ია, წლების მიხედვით სტატისტიკას ახლა ეკრანზეც ხედავთ. საქსტატის მონაცემებით $158 მილიონიდან თითქმის ნახევარი, ანუ $80 მილიონი უძრავი ქონების სექტორში ჩაიდო შეერთებული შტატებიდან, $60 მილიონი კი ინფორმაციის და კომუნიკაციის დარგში. დანარჩენ სფეროებს ინფოგრაფიკზე ახლა დაინახავთ. რაც შეეხება ტოპ კომპანიებს, სადაც ამერიკული ინვესტიციები განხორციელდა შარშან, წყარო ისევ საქსტატია და ტოპ 10-დან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უძრავ ქონებაში ჩადებული $80 მილიონიდან დიდი წილი მოდის City Mall-ის მფლობელ კომპანია IG Development ჯორჯიაზე, რომლის მესაკუთრე ამერიკული კომპანიაა. ხოლო ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორში კი Macticom-ზე, რომელიც ტოპ ინვესტორების სიაშია ფაქტობრივად მუდმივად ბოლო წლების განმავლობაში. ტოპ 10-ში ასევე Dariali Energy, საქართველოს უნივერსიტეტიც მოხვდა, ერთ-ერთი მფლობელი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და როგორც ჩანს, გარკვეული თანხა ჩადო უნივერსიტეტში, რაც საქსტატმა წესისამებრ აღწერა და გაითვალისწინა როგორც FDI. ადრე არ შეგვიმჩნევია ამ სიაში, ასევე არ შეგვიმჩნევია წინა წლებში ამ სიაში რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობა, რომელიც ასევე ტოპ 10 ინვესტორს შორის არის ამერიკიდან. რაც გვიყვებიან საქართველოში ამერიკული ინვესტიციების შესახებ ოფიციალური რიცხვები და რამდენად არის დღევანდელ საქართველოში ინვესტირების ინტერესი ამერიკელი ბიზნესმენების მხრიდან, ამაზეც ვისაუბრებთ ზვიად ხვიტარიძესთან ერთად. საკონსულტაციო კომპანია ZTN Consulting-ის დამფუძნებელი უკვე ხაზზეა, ის შეერთებული შტატებიდან გვერდება. საღამომშვიდობის ზვიად, მადლობა, რომ გამონახეთ დრო და გვერდობით გადაცემაში თქვენთან დილა. გამარჯობათ. 2 აპრილიდან ვიდრე ინვესტიციებზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა გთხოვოთ სავიზო სანქციების ერთგვარი შეფასება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2 აპრილიდან ძალაში შედის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა, საგარეო უწყება სავიზო წესების გამკაცრებას უკავშირებს მოქალაქეებს. თქვენ არ ღვევდით და მოგვიწოდეს, რომ არ დავარღვიოთ. თქვენი შეფასებით ეს მართლა მხოლოდ ტექნიკური სტატისტიკის შედეგია, მოდი ასე ვთქვათ, თუ უფრო მეტად პოლიტიკური ურთიერთობების უკიდურესად გაცივების პირდაპირი ეფექტი.
კი ბატონო, მდგომარეობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით ამ ურთიერთობები სამწუხაროდ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ანუ ძალიან უკიდურესად ვთქვათ დეგრადირდება, პირდაპირ შეიძლება ასე ითქვას. როგორც თქვენ ახსენეთ თქვენს ვთქვათ შესავალში ჩვენ პარტნიორობის სტრატეგიული პარტნიორობის პარტნიორის სტატუსი და შესაბამისად მომავალი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დავიწყებას მიეცა და ის რიტორიკა კიდევ რაც რა თქმა უნდა თანსდევდა განსაკუთრებით ამერიკის ელჩებთან მიმართებით სამწუხაროდ დღესაც იქამდე მივედით რომ ამერიკის ელჩი საქართველოში დღემდე არ არის დანიშნული. და თავისთავად ბოლო პროცესებმაც, როდესაც იყო კიდევ შანსი, თქვათ, ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგების, ახალი ფურცლიდან დაწყების, გადატვირთვის, რაც გვინდა ის დავარქვათ. მაგრამ სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, მივედით იქამდე, რომ ბონდის პროგრამა იქნა შემოღებული. თავისთავად ის გამართლება, რომ საქართველოს მოქალაქეების ბრალია, რომ ბონდის პროგრამაში ჩახსვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რა თქმა უნდა, ესე არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების Homeland Security-ს ვებგვერდს, სადაც არის რეპორტები ყოველწლიური, ვთქვათ, გადაცდომების, ვთქვათ, ვიზიტი ვიზიტა დარჩენის და პროცენტულ მაჩვენებელს თუ აიღებთ, თითქმის ერთ და იგივეა, მაგალითად საქართველოს სომხეთთან მიმართებით, რაც რა თქმა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ კი არა, საბედნიეროდ სომხეთისთვის, მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე, სომხეთი ბონდ პროგრამაში არ მოხვედრილა. იგივე თუ ავიღებთ მაგალითად ისეთ ქვეყნებს, რომელიც არის მაგალითად მონღოლეთი და თქვათ ისეთი ქვეყნები, როგორც არის აფრიკული ქვეყნები, ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს რამოდენიმე ქვეყანას საერთოდ დარღვევების კი არ აქვს, მაგრამ ისინი მოხვდნენ სიაში. ანუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის მიბმული პირველ რიგში რა თქმა უნდა ნდობაზე, მეორე რა თქმა უნდა პარტნიორული ურთიერთობების ესე ვთქვათ ხარისხზე და თავისთავად რა თქმა უნდა პოლიტიკაზე, პოლიტიკურ ესე ვთქვათ მდგენელზე, რომელიც დღესდღეობით არსებობს. ამიტომ არაფერ შუაში არ არის ეს ვთქვათ დარღვევების კომპონენტი და თავისთავად სამწუხაროა რომ რა თქმა უნდა აქამდე მივედით. რომ არა მკვეთრად დაზიანებული პოლიტიკური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის რომ შევაჯამოთ, თქვენ ვარაუდობთ ამ მაგალითების მოშველიებით, რომ საქართველოს არ მოხდებოდა ამ ახალ 12 ქვეყანას შორის ვიზეც გავრცელდა ეგრეთ წოდებული დეპოზიტის წარდგენის მოთხოვნა? უფრო მეცას გეტყვით, რა თქმა უნდა არ მოხდებოდა, იმიტომ რომ თუ გადაავლოთ თვალს დარღვევების სტატისტიკას 23 წლისას, 24 წლისას, ასე ვთქვათ, არის ხელმისაწვდომი, პირიქით შემცირებული არის 1.2%-ით საერთო დარღვევების, ვთქვათ, რანჟირება. ანუ კიდევ უფრო, ვთქვათ, საქართველოს მოქალაქეები უკეთესად იქცეოდნენ, მოდი ესე ვთქვათ, BRT-2 ვიზით არსებული, ვთქვათ, საქართველოს მოქალაქეები ამერიკის შეერთებულ შტატებში არ რჩებოდნენ იმ ხარისხით, რაც ანუ შესაბამისად ეს დინამიკა საერთოდ, ვთქვათ, შემცირებულობაში არ არის, პირიქით, ვთქვათ, უკეთესი არის. ამიტომ ახლა გადავალოთ დინამიკას პოლიტიკური ურთიერთობების, დიპლომატიური ურთიერთობების, გადავალოთ თვალი ბოლო, ვთქვათ, მოვლენებს, რომელიც ტრიპსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ხდება ჩვენს რეგიონში, როდესაც, ვთქვათ, სიმძიმის ცენტრი და განსაკუთრებული მიზიდულობის ცენტრი გადადის უკვე სომხეთ-აზერბაიჯანზე და არა საქართველოზე, იგივე მაგალითად ვიცე-პრემიერის ვიზიტი რეგიონში, როდესაც წარმოუდგენელი იყო მაგალითად 5-10 წლის წინ, რომ საქართველოში არ ჩამოსული. რა თქმა უნდა, პირველი საქართველოში ჩამოდიოდა ყოველთვის, არა მხოლოდ ვთქვათ კავკასიის, სამხრეთ კავკასიის სპილში, არამედ მთელს რეგიონში, როგორც არის რომელსაც მოიცავს უკრაინა და მოლდოვა, პირველი ჩვენთან ჩამოდიოდა მაღალი თანამდებობის პირი, ეს იქნებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი ან სახელმწიფო მდივანი, ეს იქნებოდა ვთქვათ ვიცე-პრეზიდენტები, რომელთა ვიზიტი და პრეზიდენტების ვიზიტებიც ეს ვთქვათ გახსოვთ და შემდგომ მიდიოდა უკვე სომხეთში და აზერბაიჯანში ამ თანამდებობაზე. სხვათა შორის რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი საელჩომ, ამერიკის საელჩომ საქართველოში გავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში ვიზიტით იმყოფება სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეული, რომელიც შეხვდება მთავრობის და კერძო სექტორის წარმომადგენლებს და ასევე ფოთის სპორტში ამერიკულ ინვესტიციას დაათვალიერებს, დიდი ალბათობით საუბარია API-ის ჯგუფზე, სადაც DFC-ის ინვესტიცია არის განხორციელებული. რას ნიშნავს ამ სიტუაციაში ეს ვიზიტი? მით უმეტესი იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც რეგიონში ხდება,
არ მგონია რომ მარტო ფოთის სპორტში განხორციელებული ინვესტიციების დასათვალიერებლად ჩამოსულიყო. თქვენ როგორ ფიქრობთ? კი ბატონო, წარმოგიდგენთ მას სერიოზული ბექგრაუნდი აქვს სამხედრო თვალსაზრისით, War College-იც კი აქვს დამთავრებული და ვთქვათ, უფრო სამხედრო მიმართულების პროფესიონალი არის. რაც შეეხება რეგიონს, რა თქმა უნდა, რეგიონში საკმაოდ მძიმე მდგომარეობა არის ირანიდან გამომდინარე და როგორც იცით, ვთქვათ, ირანში ომი ანუ ორი კვირა და მეცაც გადაცდება სამწუხაროდ. შესაბამისად, საქართველოს ამ რეგიონის ნაწილი არის და რა თქმა უნდა, იქ შეიძლება მთელი რიგი საკითხებიც იყოს, რომელიც აუცილებლად არის გასავლელი რეგიონის წარმომადგენელ ქვეყნებთან და ეს უფრო ტაქტიკურ სვას გავს, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ინვესტიციებს, თავისთავად ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებს ინვესტიციები აქვს, სერიოზული ინვესტიციები აქვს განხორციელებული, დაახლოებით 10 მილიარდი აქვს თუ 30 წლის მანძილს, ვთქვათ, 30-35 წლის ჭრილს შევაფასებთ, განხორციელებული საქართველოში. DFC-ს, ანუ ამ შემთხვევაში ეს OPEC-ის ინვესტიცია იყო დაწყებული 50 მილიონს გადაცდა დოლარს, რაც მარტო ფოთის სპორტში ჩადეს, გააფართოვეს, ვთქვათ, ადრე ვერ შედიოდა 253 მეტრის სიგრძის გემები და ვთქვათ, ასევე ტონაჟიც გაიზარდა 50000 ტონამდე. შესაბამისად, ეს საშუალება საქართველოს მიეცა. რა თქმა უნდა, ზოგადად საქართველოს სამწუხაროდ დღესდღეობით მაღალ პოლიტიკურ დონეზე, რა თქმა უნდა, არ არის რადარებზე. თუმცა ის მთელი რიგი ვთქვათ, მიმზიდველი ნაწილი, რაც საქართველოს აქვს, განსაკუთრებით ანაგლის სპორტის და შავი ზღვის აკვატურიის ჭრილში, ყოველი სიტყვის გარეშე ამერიკის ინტერესში ყოველთვის იქნება. რამდენად აქვს ხელისუფლება შანსი და შემდეგ უკვე ინვესტიციებზე ვისაუბროთ უშუალოდ და ამერიკელი ინვესტორების არსებულ თუ არ არსებულ ინტერესებზე საქართველოს მიმართ. აი თუნდაც ამ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს ეს ვიზიტი კიდევ ერთ მცდელობად და სცადოს ურთიერთობის გადატვირთვის სურვილში რაღაც ერთი ნაბიჯის წინ გადადგმა. თუ უნდა ველოდოთ იმას, რომ როგორც არაერთხელ გვითხრა სახდებმა, ვიდრე არ გაუქმდება ანტიდემოკრატიული კანონები, ნაკლებად მოსალოდნელია ტრამპის ადმინისტრაციასთანაც გადატვირთვა ურთიერთობის. საქართველოს რეგიონისთვის მიმზიდველი იყო თავისი დემოკრატიის და დემოკრატიის ხარისხით და პირველი და შესაბამისად იმ ინსტიტუტებით, რომელიც მათ შორის ამერიკის დაფინანსებით შეიქმნა და მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველი, რასაც ამერიკელი ბიზნესმენი, ხო, ინვესტიციები რატო არ იზრდება რეალური ამერიკული ინვესტიციები, რომელსაც განვიხილავთ, იმიტომ რომ პირველი მნიშვნელოვანი, რასაც ამერიკელი ბიზნესმენი უყურებს, როდესაც იზრდებს ინვესტიციას და აკეთებს due diligence, ეს არის სასამართლო. სასამართლოს დამოუკიდებლობა ეს არის აბსოლუტურად, ესე ვთქვათ, ქვაკუთხედი ნებისმიერი ტრანზაქციის, რომელსაც ისინი ახორციელებენ სხვა ქვეყნებში. თავისთავად დემოკრატიის ნაწილია და ამიტომ ეს იყო, ვთქვათ, მიმზიდველი ფაქტორი. შანსი აქვს დღესდღეობით, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას სიტუაციის შემოატრიალოს, მაგრამ თავისთავად ეს უნდა მოხდეს უბრალოდ ამ დემოკრატიული ინსტიტუტების რაც იყო, ვთქვათ, ადრე შექმნილი ამ დემოკრატიულობის ხარისხის დაბრუნებით და თავისთავად ის კანონმდებლობა, რომელიც რა თქმა უნდა, ის კანონმდებლობა, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა მიღებული მათ შორის ბიზნესმენებთან მიმართებით ამ სიტყვის თავისუფლების კონტექსტში, რომელიც უკვე არ ვიცი, ეს ირანიზაციის ელემენტებს შეიცავს. რუსული კანონი და შესაბამისად მისი, ვთქვათ, ჩანართები და ასე შემდეგ. ხო, ეს არის აბსოლუტურად ყოველად მიუღებელი ამერიკული დემოკრატიისთვის, ამერიკული ინსტიტუტებისთვის, ბიზნეს სექტორისთვის და თავისთავად მდგომარეობა, ანუ სასამართლოს კუთხით და ზოგადად ხელისუფლების დანაწილების კუთხით, რაც არის ასევე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მათთვის ამ ურთიერთობის შემოტრიალების კუთხით. დღესდღეობით ასევე იმ კონტექსტის გათვალისწინებით, როდესაც ოპოზიცია საკმაოდ სუსტია და შესაბამისად დასაყრდენი, ესე ვთქვათ, სამწუხაროდ ძალიან ეს ვთქვათ მყიფია, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, არის კიდევ არის იმის შანსი, რომ ეს პროცესი შემოტრიალდეს, მაგრამ იგი ისევ და ისევ ამ პროცესის შემოტრიალება მხოლოდ და მხოლოდ საუბრებით, მიღებით და შემდგომ ეს ვთქვათ სხვა რამის კეთებით შეუძლებელია ამერიკის შეერთებული შტატებთან, განსაკუთრებით ამ ადმინისტრაციასთან. კი ბატონო. ზოგადად ვისაუბროთ ინვესტიციებზე. თუ კი ვიზების კუთხით საქართველოს უკვე ოფიციალურად, ასე ვთქვათ, მაღალი რისკის ქვეყანაა შეერთებული შტატებისთვის, რამდენად გადადის თუ ეტყობა ეს სტატუსი ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში, მე დასაწყისში მოკლედ
ახსენი 122%-იანი ზრდა კი გვაქვს სტატისტიკაში 2025-24 წელთან შედარებით 158 მილიონის FDI ჩაიდო, მაგრამ ვიცით სექტორები, დავასახელე ქვეყნები, რას ვერ ამბობს ეს ძირითადი ინფორმაცია. რიცხვების მიღმა რას უნდა ვკითხულობდეთ, როგორც ვიცით, თქვენც დაამუშავეთ საქსტატის ანგარიში. კი ბატონო. რიცხვების მიღმა ჩვენ უნდა ვკითხულობდეთ რეალურ ბიზნეს წარმომადგენლობას და რეალურ ინტერესს ამერიკული ბიზნესებისა საქართველოში. აი ჩვენ უნდა თავმად ახლა მე და თქვენ უნდა განვიხილავდეთ მაგალითად ტოპ კომპანიების, ეს იქნება ჰაი-ტექი, ეს იქნება მედიცინა, ეს იქნება შემშენებლობა თუ ასე შემდეგ ამერიკული კომპანიების ინვესტიციებს და მათ შორის უნდა განვიხილავდეთ ახლა თუნდაც DFC-ის ინვესტიციების, ახალი ინვესტიციების, ახალი პროექტების დაფინანსებული პროექტების განხორციელების, ვთქვათ, მიმდინარეობას. ამას უნდა განვიხილავდეთ, ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ და არ უნდა ასე ვთქვათ, გვიჭირდეს მაგალითად კონკრეტული კომპანიების დასახელება. აი თუნდაც შეგვიძლია მარტივად ამის ინდიკატორი არის ნებისმიერი ამერიკული თუ უცხოური და განსაკუთრებით ამერიკული კომპანია, როდესაც შემოდის ბაზარზე, აუცილებლად ხდება ის ამერიკული საბჭო პალატის ბიზნეს ორგანიზაციის წევრი. გადავხედოთ, რამდენი ახალი კომპანია, ამერიკული კომპანია გაწევრიანდა და შესაბამისად რა კონკრეტული ინვესტიციები ჩაიდო. მათ რეპორტებს გადავხედოთ და ვნახავთ, რომ სამწუხაროდ მსგავს ჩვენ, ასე ვთქვათ, ვერ აღმოვაჩენთ, იმიტომ რომ იმ მდგომარეობიდან განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში რა მდგომარეობაც შეიქმნა, შესაბამისად არანაირად არ არის ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ მე ბიზნესებთანაც მაქვს ურთიერთობა, ძირითადი აქცენტი სამწუხაროდ ჩვენს რეგიონში კეთდება სომხეთზე, უკვე აზერბაიჯანზე, არის ინტერესი მათთან ის ვთქვათ თანამშრომლობის და ის ვთქვათ ომხრივი პარტნიორობის, სამწუხაროდ საქართველოს დღესდღეობით ესე ვთქვათ პერსონა ნონ გრატას ტიპის ქვეყნად იქცა ბიზნეს მკეთების კუთხითაც, იმიტომ რომ შეჩერებული არის ყოველგვარი ის ვთქვათ ტრანზაქციები. ინვესტიციებს რო გადავხედოთ, ხო? თუ ავიღებთ მაგალითად იგივე 12 წელს, აი 2014 წელს, როდესაც უკვე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო პირდაპირ უცხოური ინვესტიციების იყო დაახლოებით 1.8 მილიარდი $, ანუ როდესაც ვთქვათ ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში და ეს თანხა დღევანდელ ვთქვათ გადმოსახედით FX-ის და შესაბამისად ინფლაციის გათვალისწინებით ეს არის დაახლოებით 2.7-2.8 დაახლოებით 3 მილიარდამდე არის. ანუ ფაქტიურად მინიმუმ 60%-იანი კლება გვაქვს 2014 წელთან შედარებით თუ დღევანდელ პერიოდს ვთქვათ შევადარებთ ის რა თანხაც არის და ხარისხობრივი მაჩვენებელი კომპანიების, ну საერთოდ ანუ მთელი რიგი კომპანიები, მათ შორის ამერიკული სამწუხაროდ საქართველოს ბაზრიდან გავიდა გასულ წლებში. მინიმუმ ახლებს ნაკლებად ვხედავთ. ზია, თქვენ ახსენეთ, რომ ამერიკელი ინვესტორების მხრიდან საქართველოსი დაინტერესება ფაქტობრივად არ არის და უფრო მეზობელი აზერბაიჯანისკენ და სომხეთისკენ იხედებიანო. მოგვიყევით უფრო მეტი, მე როგორც ვიცით, თქვენ მიერ დაფუძნებული კომპანია ძირითადად ბიზნესებს თავაზობს ამერიკაში ინვესტირებისთვის საჭირო ყველა სერვისს და ასე ვთქვათ, გზის გაკვალვაში ეხმარებით, მაგრამ რამდენად შედის თქვენ სერვისებში იმ ადამიანების იმ პოტენციური თუნდაც ამერიკელი ინვესტორების დაკვალიანება, ვისაც ინტერესი აქვს საქართველოში ფულის ჩადების. თუ არიან ასეთი, ან თუ არიან რა კითხვებს სვამენ და რამდენად სურვილის საქმე, რამდენად ხშირად იქცევა. კი ბატონო, ჩვენ ფარავთ ამ ფაქტიურად ბიზნეს კეთების ამერიკაში კეთების ნებისმიერ ეს ვთქვათ სერვისს დაწყებული არა მხოლოდ ტექნიკური მხარე არის აქ რომ ვთქვათ შეპეს გახსნა და ასე შემდეგ, არამედ აქ არის პარტნიორის მოძებნა კონკრეტული სფეროების მიხედვით შემდგომ კონკრეტული შტატის შერჩევა, შესაბამისად შერჩევა ასევე კონკრეტული ქალაქის შეიძლება ვთქვათ ეს საწყობი მოეწყოს, თუ ოფისი გაიხსნას, თუ უბრალოდ პარტნიორი ვთქვათ პარტნიორს დაუკავშირეთ, ან თუნდაც ვთქვათ მოხდეს გარკვეული პერიოდი, ვთქვათ 1 წლით, 6 თვით თუ რაღაც პერიოდით კონკრეტული ბიზნესის მართვა და შემდგომ უკვე აწყობილის გადაბარება, ამასაც ვაკეთებთ. ასევე მუშაობთ რა თქმა უნდა კანადაზე, კანადაში ყავს ჩვენი ფრანგი კანადელი პარტნიორი და დასავლეთ ნახევარსფეროში ნაწილში, ანუ ვთქვათ კალიფორნიაში, ასევე ჩვენი პარტნიორი იმ ნაწილზეც ვთქვათ კალიფორნიაზე და შესაბამისად დასავლეთ ნაწილზეც ასევე მუშაობთ. ну თქვენ კითხვასთან დაკავშირებით საქართველოს ნაწილში სამწუხაროდ ინტერესი ისევ და ისევ არ არის მთელი რიგი ფაქტორების გამო ძალიან ზედმიწევნით კარგად იციან იმ კომპანიებმა რომელთაც აქვს სურვილი და თქვათ საშუალება რომ მოახდინონ ინვესტირება თანხების რა მდგომარეობა არის და პირველი ამოსავალი ყველასთვის
დემოკრატიის ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც უკვე დავასახელე, ეს არის სასამართლო. ზოგადად ნდობის ფაქტორი, რა თქმა უნდა, არის, როდესაც აი წარმოიდგინეთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ანუ ამ მსოფლიოში ნომერ პირველ ქვეყანას არ აყავს წარმომადგენელი თავის ქვეყანაში. ანუ პირველი პირი ამ საამერიკის ელჩი ამ დრომდე არ არის დანიშნული, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს და მათ შორის ამ ვთქვათ პოლიტიკურ აღმასვლაზე და შესაბამისად პირველი ამას უყურებენ. აბა ვინ ყავს ვთქვათ თუ არა ელჩი, ან ვინც ყავდა ვთქვათ რა კონკრეტული ეს ინვესტორებს გარკვეულ დაცულობასაც მატებს თუ რაღაც სხვა ფასი აქვს, როდესაც ამერიკელი ინვესტორი ჩამოდის ქვეყანაში და ეს არის სანდოობის ეს არის სანდოობის მომენტი, ანუ პირველი ქვეყანას უნდა ენდობოდეს და შესაბამისად მას უნდა ჰქონდეს დაცვის გარანტია. დაცვის გარანტია და მნიშვნელოვანი ყოველთვის, რა თქმა უნდა, ეს არის შენი წარმომადგენელი საელჩო, პირველ რიგში ელჩი და შესაბამისად ის ინფრასტრუქტურა რაც გაქვს და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ეს არის სასამართლო. აი სასამართლო არის ქვაკუთხედი, რომლის გარეშეც, ანუ due diligence პირველ რიგში როდესაც აკეთებენ, ანუ ის შეისწავლიან კონკრეტულად ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, პოლიტიკურ და სხვა სამართლებრივ დონეზე, პირველი რითაც ინტერესდებიან რა არის ჩემი დაცვის გარანტია, ანუ ჩემი ინვესტიცია დაცული იქნება თუ არა და რა არის ამ დაცვის რა მექანიზმები არსებობს. აი ეს არის პირველ რიგში. სამწუხაროდ თქვენი კონტაქტებიდან და თქვენი კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, ნაკლებად ხედავთ თუ ვერ ხედავთ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოსკენ იხედებიან? ჯერჯერობით სამწუხაროდ შეჩერებული არის, იყვნენ ინვესტორები, მე ერთი წლის წინაც თქვა აღნიშნე და იყვნენ ინვესტორები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ და მათ შორის ევროპიდან და გვინდოდათ დიდი სასტუმროს, საშუალო დონის სასტუმროს დიდი ქსელის გაკეთება საქართველოში, რაზეც იყო ბრიტანულ-ამერიკული თქვა ინვესტიცია უნდა შემოსულიყო, რაზეც მათ გადადეს ეს პროექტი და შემდგომ თქვა სხვაგან იწყებენ ახლა. ეხლა ამ ეტაპზე პირდაპირ გეტყვით, რომ აი ფაქტიურად აფრიკული ბაზრები უფრო მიბრძველი ხდება, მაგალითად უგანდის ყავის თემა არის ერთ-ერთი, რომელზეც მუშაობთ, მოლდოვის ღვინის თემა, რომელსაც ვამუშავებთ, სომხური ღვინის გაგიკვირდებათ და ასევე ვთქვათ ინტერესი არის და პირიქით ასევე ვთქვათ მათ ინტერესი აქვთ, რომ გარკვეული ინვესტიციები ასევე ამ ქვეყნებში განახორციელონ, მაგრამ დღესდღეობით საქართველოსთან მიმართებით სამწუხაროდ პროექტები როგორც ასეთი არის. ანუ თქვენ საკონსულტაციო კომპანიას ყავს კლიენტები, რომლებიც დაინტერესებული არიან, მათ შორის იგივე მეზობელ სომხეთში ინვესტირებით, მაგრამ არა საქართველოში. კი ბატონო. ამერიკული კუთხიდან კი, საქართველოსთან რა თქმა უნდა სამწუხაროდ არის დიდი გადინება. განსაკუთრებით ეს ვთქვათ ინტელექტუალი ხალხი, რომელიც ანუ დავარქმევდი პირდაპირ ვთქვათ brain drains ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანუ გადინებას იმ ხალხს, ვინც თავის საქმის პროფესიონალი არის და აღარ უნდა ამ ქვეყნის ვთქვათ ამ მდგომარეობაში არსებული ქვეყანაში ცხოვრება, ისინი ტოვებენ, მთელი რიგი კონსულტაციების ჰქონდა ბევრ მათგანთან, ეძებენ გზებს, ვთქვათ მცირე ბიზნესი, საშუალო ბიზნესი თუ ასე შემდეგ. ასევე არის მეორე კატეგორია, ეგრეთ წოდებული უკვე საშუალო ბიზნესის, რომელიც ცდილობს, რომ თქვა დივერსიფიცირება გააკეთოს და გადმოიტანოს და ცადოს საქართველოსთან ამერიკაში, ხო? საქართველოსთან ამერიკაში, კი ბატონო, და სხვათა შორის გაგიკვირდებათ და არის რამოდენიმე დიდი ბიზნესიც, რომელიც ასევე განიხილავს, თუმცა ჯერ ვთქვათ მოთელვის რეჟიმში არიან, რომ ისინიც უკვე უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ თავს ამ კუთხით და ამიტომ ვთქვათ ცდილობენ ალტერნატივას. სხვა სფეროა, მათ შორის არის მეღვინეობა, არის მშენებლობის სფერო, არის სოფლის მეურნეობის ვთქვათ ნაწილი, არის ხალხი, რომელიც ცდილობს ვთქვათ აი ამ და რა თქმა უნდა ცდილობენ კონკრეტული შტატი შეარჩიონ, კონკრეტული ვთქვათ პარტნიორი ვთქვათ მოიძიონ და ასე შემდეგ. თუმცა აი ჯერჯერობით რამდენად ართულებს ან გაართულებს თუნდაც აი ასეთი ადამიანებისთვის ამ კატეგორიისთვის ამერიკაში ცხოვრება, საქმიანობას, ასე ვთქვათ, ფეხის მოკიდებას სავიზო საპილოტე პროგრამაში საქართველოს მოხვედრა. საიმიგრაციო ვიზები ისედაც აღარ იყო. ახლა ბიზნეს და ტურისტული ვიზების აღებაც რთულდება. კი ბატონო, ეს რეგულაცია ზოგადად არ არის კარგი, ძალიან ცუდი რეგულაცია, ახალი რეგულაცია, რომელიც ადმინისტრაციის მიერ არის შემოტანილი და ამ ახალ რეგულაციაში სამწუხაროდ მოხდა საქართველოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს B1, B2-ის აღება თავისთავად ჯერ ერთი გართულდება, რა თქმა უნდა, ბონდის პროგრამა, ყველას ესე ცალსახად შეიძლება არ შეეხოს, მაგრამ შეეხება აბსოლუტურ უმრავლესობას, რა თქმა უნდა, და მნიშვნელოვანი რაც არის, რომ იმათვისაც B1, B2 აქვს, ასევე მთელი რიგი ვთქვათ აპრობლემები შეიძლება შეექმნას
მოგეწონათ იმ თვალსაზრისით, რომ თუ მაგალითად სიტყვაზე 6 თვეს, როცა შემოდიოდი და კვეთდი ამერიკის საზღვარს ამ ვიზით, მინიმუმ 6 თვეს ავტომატურად გიტყავდა მესაზღვრე. დღეს უმრავლეს შემთხვევაში ურტყავს უკვე ერთი თვით ყოფნის უფლებას და თავისთავად კითხვებიც უკვე იზრდება. თუ ადრე რა კითხვები არ იყო და ასე ვთქვათ, ავტომატურად ხდებოდა ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ეს ესე ასე ვთქვათ, დავარცხნილად დღესდღეობით არ არის და ზოგადად რა თქმა უნდა ეს ცუდია. იმ კუთხით, რომ შენი ქვეყანა შეყვანილი არის ამ ლისტში, ამას თავისთავად ინვესტორებიც და ბიზნესებიც აკვირდებიან და რაც შეეხება თვითონ საიმიგრაციო ვიზებსაც, ეს ამ შემთხვევაში ბევრი საიმიგრაციო ვიზებსაც შეჩერებული არის. კი, იანვრიდან განხილვა მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან ასე ვთქვათ, მდორედ, თუმცა პროცესი რა თქმა უნდა შეჩერებულია და თავისთავად ესეც ასე ვთქვათ, დამატებითი შეფერხება და თავისთავად არ არის კარგი. პირდაპირ ვამბობ, რომ სამწუხაროდ ეს უარყოფით ეფექტის ქონია საქართველოს მოქალაქეებისთვის. კი ბატონო. რომ შევაჯამოთ ზიო ჩვენი ინტერვიუ, თქვენ ერთი წლის წინ წერტილთან ინტერვიუში სხვათა შორის ამბობდით, რომ ამერიკა საქართველოს თუ საქართველო ამერიკის რადარზე მხოლოდ ანაკლის პორტის პროექტით შეიძლება მოხვდეს. ერთი წელი გავიდა, ინვესტორი ისევ არ ყავს ამ პროექტს, არც ჩინელი მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციასთანაც ვერ ახერხებს ოცნება გადატვირთვას. რა ბერკეტი რჩება ხელისუფლებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ხარისხის იმ დონეზე დასაბრუნებლად, რაც 2024 წლამდე გქონდა. იმიტომ რომ ფაქტია ამ ყველაფერით ვზიანდებით საქართველოს მოქალაქეებს, ხო? კი ბატონო, ანუ 2024 წლამდე და ვთქვათ კვირიკაშვილის პერიოდის გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორი გვერქვას ისევ ერთმანეთისთვის, ამერიკისთვის. სტრატეგიული პარტნიორობამდე ჯერ რა თქმა უნდა სამწუხაროდ ძალიან დიდი მუშაობა იქნება საჭირო და ამას ერთ დღეში ერთ წელიწადში ამას ვერ შევძლებთ. იყო პერიოდი არა სტრატეგიული პარტნიორი გვერქვა, არამედ პირდაპირ ფლენები უნდა ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატებთან და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა თანახმა იყო, რომ სუბსიდირება მათაც გაეკეთებინათ საქართველოს მთავრობასთან ერთად. აი ამ დონის ურთიერთობებზე იყო საუბარი და იყო პერიოდი მათ შორის, როდესაც საუბარი იყო ხორვატიასთან მიახლოებულ რეჟიმზე, როდესაც ვიზები ხორვატიას არ აქვს, ტურისტული ვიზები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იმდენად მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევები მაშინაც ხდებოდა და დარჩენები მაშინაც იყო. ანუ ეს აბსოლუტურად დამოკიდებულია ნდობაზე, ურთიერთობაზე და შესაბამისად, ვთქვათ, ამ ტრენდზე რა კონკრეტული ვთქვათ ნაბიჯები გადადგმული და სამწუხაროდ დღესდღეობით შემოტრიალება ისევ და ისევ შესაძლებელია, მაგრამ ეს რადიკალური შიფტი უნდა იყოს ქმედებებით გამტკიცებული. ანუ სიტყვები, რაღაც შეხვედრებისთვის ამ კონკრეტულ ადმინისტრაციასთან ესეთი დამოკიდებულება შეუძლებელია. თუ ისინი არ ხედავენ კონკრეტულად იმ შეხვედრის შემდგომ უკვე შედეგს და მყისიერ შედეგს, ისინი შემდგომ უკვე ურთიერთობებში აღარ მიდიან. მე მახსოვს ახლობით ერთი წლის წინაც, როცა ლევან დავითაშვილი იყო შეერთებულ შტატებში, მაშინაც ჩავწერეთ თქვენთან ინტერვიუ და ძალიან მკაფიოდ ამბობდით, რომ ჩათვალეთ ეს არ ყოფილა ვიზიტი, იმიტომ რომ თუ საქმე არ კეთდება და კონკრეტული ნაბიჯი არ იდგმება, ტრამპის ადმინისტრაცია თან ესე ურთიერთობა ვერ დაალაგდება. წერტილი რას დაუსვათ ზიოდ ამ ქვეყანაში, ჩემი ტრადიციული კითხვაც უნდა დაგისვათ. რა დავასრულოთ? წერტილი უნდა დაუსვათ იმას, რასაც ჯერჯერობით ვთქვათ, დასმული არ აქვს, ეს არის კორუფცია, ეს არის ნეპოტიზმი და ეს არის არაპროფესიონალიზმი. აი ამას თუ დაუსვათ წერტილს, ჩვენ ქვეყანას ეშველება. თუ ეს არ მოხდება, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ვიქნებით ისეთ კონვერტებში, როგორშიც ვართ. მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის, წარმატებები თქვენ და თქვენ ბიზნეს შეერთებულ შტატებში. იმედია ჩვენი ქვეყანაც გახდება ისეთი, რომ ერთ-ორ ინვესტორს საქართველოსკენაც გამოუშვებთ თამამად. წერტილი იმედი მაქვს ამ რადიკალური შიფტის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა საკონსულტაციო კომპანია ZTN Consulting-ის დამფუძნებელი ზვიად ხვიტარიძე. ის შეერთებული შტატებიდან გვერდებოდა. ხვალამდე გემშვიდობა.